რა უცნაურადაც არ უნდა მოგვიჩვენოს, ნაწლავის მიკროფლორას აქვს გავლენა ჩვენს კვებით პრიორიტეტებზე და მათ შორის ტკბილეულზეც. რა თქმა უნდა, მიკროფლორა ცალსახად არ განსაზღვრავს, რისი ჭამა მოგვინდება, მაგრამ სერიოზული ცვლილება შეაქვს ჩვენს სურვილებში. აი როგორ ხდება ეს. არსებობენ ბაქტერიები, რომლებიც იკვებებიან მარტივი შაქრებით, როგორიცაა გლუკოზა, საქაროზა, მალტოზა. თუ ნაწლავის მიკროფლორაში ასეთი ბაქტერიები სჭარბობს, მაშინ შაქარზე მოთხოვნა იზრდება. არსებობენ ისეთი ბაქტერიებიც, რომლებიც პირიქით მარტივ შაქრებს არ მოიხმარენ და იკვებებიან რთული ნახშირწყლებით და უჯრედისით. ასეთი ბაქტერიები პირიქით ამცირებენ შაქარზე მოთხოვნას. ეხლა როგორ გვაგებინებენ ბაქტერიები თავიანთი სურვილების შესახებ და შეიძლება ითქვას, როგორ აგვიყოლიებენ, რა უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს. ნაწლავური ბაქტერიები გამოიმუშავებენ მოკლეჯაჭვიან ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც მოქმედებენ ტვინზე, ნერვული და ენდოკრინული გზებით. ამან შეიძლება გამოიწვიოს შიმშილის გრძნობა და კონკრეტული პროდუქტების მოთხოვნილება. ზოგიერთი ბაქტერია სეროტონინის გამომუშავებაში მონაწილეობს, რაც გავლენას ახდენს ჩვენს ბუნება-განწყობილებაზე და კვებით პრიორიტეტებზე. მიკროფლორის ბალანსის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს შაქარზე მოთხოვნის ზრდა, რადგან ცუდი ბაქტერიები სწორედ გლუკოზით იკვებებიან. გარდა ამისა, კანდიდამიკოზების დროს ასევე იზრდება მოთხოვნა ტკბილეულზე, რადგან კანდიდამიკოზის გამომწვევი სოკოები საფუარა სოკოებს მიეკუთვნებიან და ისინი კი სწორედ შაქრებით იკვებებიან. ეხლა როგორ ვიმოქმედოთ შაქრის მოთხოვნილებაზე მიკროფლორის საშუალებით? პირველი ეს არის მეტი უჯრედისი საკვებში, მეტი ბოსტნეული. განსაკუთრებით კომბოსტოზეა საუბარი. ისინი იკვებავენ კარგ ბაქტერიებს და ამცირებს შაქარზე მოთხოვნას. კარგი ბაქტერიები თუ გამრავლდა ჩვენს ნაწლავებში. მეორე, ფერმენტირებული პრობიოტიკებით მდიდარი პროდუქტები, როგორიცაა იოგურტი, კეფირი, მაწონი. ჟავე კომბოსტოც ასევე. ისინი გვეხმარებიან აღვადგინოთ ნორმალური მიკროფლორა. მესამე, გარკვეული ნებისყოფაა საჭირო, მაგრამ უნდა შევზღუდოთ შაქარი. ამით ცუდ ბაქტერიებს უარეს პირობებში ჩავაყენებთ. და საერთოდ, რაც უფრო მეც მივირთმევთ შაქარს, მით გვიძლიერდება მასზე მოთხოვნა და პირიქით, რაც უფრო შევზღუდავთ, ეს მოთხოვნა ნელ-ნელა კლებულობს. და მეოთხე, უნდა გამოვიყენოთ პრე და პრობიოტიკებიანი დანამატები. და ბოლოს კიდევ ერთხელ დასკვნის სახით. ნაწლავის მიკროფლორას აქვს გავლენა ჩვენს კვებით პრიორიტეტებზე, შაქრის მოთხოვნილების ჩათვლით. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ტკბილეული გვიზიდავს. ასე რომ, მიკროფლორის დისბალანსის აღმოფხვას ყოველთვის სერიოზული ყურადღება უნდა მივაქციოთ. დღეისათვის სულ ეს იყო, მადლობა ყურადღებისათვის.